მოკლედ, ვეღარ ვძლებ უთქვენოთ, სიმართლე უნდა გითხრათ. სანამ ნიუსზე გადავალ, მინდა დაგისვათ კითხვა. ზოდიაქოს რომელი ნიშანს უწოდებენ დრამა კვინს? ვინ დაგახჩობს მოფერებით, სიყვარულით გადაგღლის? ვინ თუ არა კირჩხიბები? ემოციის ბუკეტები. მათზე მზრუნველს მეოჯახეს დუნიაზე ვერ შეხვდები. თუ კირჩხიბმა შეგიყვარა, სიყვარული იცის ხო, ყველაზე იეჭვიანებს, თუნდ დაგაჯდეს მდედრი კოღო. თუ კირჩხიბი გააბრაზე, გაიქეცი ჩემო ძმაო. კუბოს კარამდე ჩაყვება, მოკლედ გეტყვი, დაგერხაო. ხო და მოდი შევურჩიოთ დღეს სუნამო კირჩხიბებს. ვეძებთ თბილ და მაცდურ ნოტებს, გემრიელს და მიმზიდველს. და ვიპოვე, დავასრულე არომატის შერჩევა. ეს სუნამო როგორც ძაღლი პატრონს შემოგეჩვევა. და მოვუხმოთ სტუდიაში ლანკომეს ლა ვიესტ ბელეს. თუ კი იცი ეს სუნამო, კომენტარში დამიწერე. ეს სუნამოზე გაცილებით მეტია. ძალზედ ბევრი დაგიკარგავს, თუ არ დაგიტესტია. სექსუალურ დასაწყისს ქმნის შავი მოცხარი და მსხალი. გემრიელი არომატი ისე როგორც კიბო ქალი. პირამიდის გულში გვხვდება ჟასმინი და ირისიო. ჟრუანტელად დაგევლება ტანში მათი ტკბილი სიო. სულ ბოლოს კი შლეიფად გვაქვს ვანილი და პაჩული. ქალურობის ბოლო შტრიხი, ძალზედ ელეგანტური. მამაკაცებს კი მოგმართავთ, თუ კი კირჩხიბი გყავთ ცოლად, საახალწლოდ ესაჩუქეთ, მერე მეტყვით მე მადლობას. მგონი დროა დავიშალოთ, ძალზედ გამიგრძელდა სიტყვა. რაც მსურდა რომ თქვენზე მეთქვა, კირჩხიბებო, უკვე ითქვა. რომელ ნიშანს შევურჩიოთ, არომატი ამის მერე, გთხოვ ნუ დაგეზარება და კომენტარში დამიწერე. ისევ შევხვდებით, გპირდებით, თუ ძალა შემრჩა წერისა. დღეს კი აქ გემშვიდობებით, მე მუდამ თქვენი ელისა.